როდესაც ადამიანი ამბობს, აღარც იმედი მინდა და აღარც მჯერა, რომ რამე შეიცვლება, ის იმყოფება მდგომარეობაში, რომელსაც წმინდა მამები მოწყინებას ეძახიან, ფსიქოლოგები კი ეძახიან დასწავლილ უმწეობას, აი ესე უწოდებენ ფსიქოლოგები. ეს მდგომარეობა არის წერტილი, სადაც ემოციები გაითიშა, რათა ტკივილისგან დაიცვას პატრონი. იმედი არ არის უბრალოდ კარგი განწყობა. იმედი გადარჩენის სტრატეგიაა. როცა ფიქრობ, რომ იმედი არათუ არა გაქვს, აღარც კი გინდა რომ გქონდეს, სინამდვილეში შენ გეშინია მორიგი იმედგაცრუების. შენმა ტვინმა ჩართო თავდაცვის რეჟიმი, ანუ თუ არაფერს ველოდები, თუ არაფერს იმედი მაქვს, რომ არ შემისრულდეს, აღარც მეტკინება. მაგრამ უიმედობა არ არის დასასრული, ეს არის ნისლი. ნისლში გზა არ ქრება, როგორც იცით, არის უბრალოდ არ ჩანს. ამიტომ ნუ ეძებ შორეულ სინათლეს, უბრალოდ გადადგე ერთი ნაბიჯი და მას ახალი გზის დანახვა მოყვება. გადადგე ერთი ნაბიჯი დღეს, ახლა ამ წამს და მიხვალ წინ, მოგნეთ წახვალ წინ. იმედი არის დისციპლინა. იმისა რომ გააგრძელო გზა, მაშინაც როცა თვალები ვერაფერს ხედავენ. აი მათემატიკურად თუ შევხედავთ, ხო? როდესაც ადამიანი არის ხელჩაქნეული, ანუ უიმედო, მისი მომავალი კოეფიციენტი მაშინ არის 0-ის ტოლი. ბრწყალებში რა თქმა უნდა მომავლის კოეფიციენტი. მას გონია რომ ჩვენი ამოცანა ეს არის 0. და ეს 0 უნდა შევცვალოთ უმცირესი ციფრით. რადგან ნებისმიერი რიცხვი, რომელიც მეტია 0-ზე, 2-დან მაინც, გამრავლებისას იძლევა ზრდას. ბიბლიაშიც არის საოცარი ფრაზა აბრაამზე. უსასო სასოებით ერწყმნაო, ახალ ქართულად რომაელთა წიგნში ამბობს პავლე მოციქული. ეს ნიშნავს, ანუ იმედით ერწყმნაო. ეს ნიშნავს, რომ როცა რეალობა გვეუბნება არა, როცა ფაქტები გვეუბნება შეუძლებელია, შენ მაინც ირჩევ იმედს. და რატომ? იმიტომ რომ იმედი არ ეყრდნობა იმას, რასაც ხედავ. ის ეყრდნობა იმას, ვინც გვირდება და ვინც გვირდება, ამას ჩვენ ეს ვიცით. ეკლესიური ხედვით უიმედობა, ანუ სასოწარკვეთილებას რო ეძახიან ხოლმე, სხვათა შორის ითვლება უმძიმეს ცოდვად. იმიტომ კი არა რომ ღმერთი გვეჩხუბება ხა თუ უიმედოდათ რა უნდა ვქნათ, ხო თითქოს ფიქრობთ, არა. ეს იმიტომ ითვლება რომ ეს არის სულიერი თვითმკვლელობა და რატომ არის? ეს არის სულიერი თვითმკვლელობა, იმიტომ რომ ღმერთს ვეუბნებით ჩვენ ამ უიმედობით, ხა პირდაპირ არა, მაგრამ ვეუბნებით. შენ ღმერთო ჩემს პრობლემაზე პატარა ხარ და აი ამიტომ. მაგრამ როცა ადამიანი ხელჩაქნეულია, მას არ სჭირდება ლექციები, ხო, მე რასაც ვლაპარაკობ, ბედნიერებაზე, ეს ასეა, ეს ისე, ხო, ეხლა ეს რას უშველის დაუშვათ. მას სჭირდება რაღაცა მიკროქმედებები მაინც. გარდა თვითდარწმუნების მცდელობის. რა არის ეს მიკროქმედებები? ნუ დაგეგმავთ ცხოვრებას, დაგეგმეთ შემდეგი 5 წუთი. შემდეგი 5 წუთი. მხოლოდ ამ 5 წუთში ადექი, წყალი დალია მაგალითად, რა ვიცი, რაღაც გააკეთე და ეს უკვე მცირე გამარჯვებაა და ეს აძლევს ტვინს დოპამინს, რომელიც 0-ის დაშლას იწყებს, დოპამინი შლის 0-ს. უიმედობა არის სტატისტიკა, სტატიკური მდგომარეობა, სხეულიც უნდა ამოძრავოთ, თუნდაც უბრალოდ სიარულით 15 წუთით, როცა სხეული მოძრაობს, ტვინი იჯერებს, რომ გზა არსებობს. ტვინს ეს ინფორმაცია მიეწოდება. თუ საკუთარი იმედი არ გაქვს, მაშინ ის ესხე სხვისგან. როგორ ბრჭყალებს რა თქმა უნდა ეს ესხე. დაელაპარაკე მას ვისაც გჯერა, ან ვისაც უბრალოდ შენის ჯერა. ზოგჯერ ჩვენი იმედი სხვის თვალებში ირეკლება, სანამ ჩვენსაში აინთება ხოლმე რა თქმა უნდა. როცა საკუთარ თავს ვეღარ ეხმარები, დაეხმარე უფრო უმწეოს. აი თუნდაც მაგალითად ჩიტებს დაუყარე პურის ნამცეცები. ეს გაგრძნობინებს და ტვინს მიაწვდის ინფორმაციას, რომ შენ ისევ ხარ წყარო და არა მხოლოდ მშრალი ჭა, დამშრალი ჭა. როცა ადამიანი ამბობს, რომ იმედიც აღარ მინდა, ხო, ასეც ხდება, როგორც თავში დავიწყე, ვარაგი ის სინამდვილეში ამბობს, აღარ მინდა ტკივილი, როგორც ასევე თავში ვთქვით. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ნუ გვექნება საერთოდ იმედი ბოლოს და ბოლოს თუ არ გინდა, რომ იმის იმედი რომ ყველაფერი იდეალურად იქნება. უბრალოდ გქონდეს იმედი, რომ გავუძლებთ. რა არის აქ აქსიომა? იმედი არ არის რწმენა იმისა, რომ რაღაც კარგად დასრულდება. არ არის ეს. ეს არის დარწმუნებულობა იმაში, რომ რაღაცას აზრი აქვს. მიუხედავად იმისა აქვს აზრი, როგორ დასრულდება ეს რაღაცა. მოდით ახლა დავასკვნათ. რა და ის რომ უიმედობა არის გვირავი, გვირავში ყოფნა არ ნიშნავს რომ ჩიხში ხარ, ეს ნიშნავს რომ გზა გრძელდება, ხო? გვირავში გზა გრძელდება, უბრალოდ არ ჩანს.
და შეიძლება კედლებია ვიწრო. ამის მიუხედავად კედლები ვიწროა თუ არა, ნუ გაჩერდები იქ გვირაბში, არ უნდა გაჩერდე, უნდა იარო და თუ ვერ გადიხარ, გამართული იარე, ხოხვით. თავარია მოძრაობა არ შეწყვიტო. ნუ გახსოვთ ალბათ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა სიცოცხლის მომცემით შემოთერგო თქვა ერთმა დიდმა გენიოსმა და მას ილია ერქვა. დიდ იმედებს არა, მაგრამ უიმედობისაგან თავდახსნას გისურვებთ.